საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელის შერჩეულია ვახტანგ კაპანაძეს მისივე მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის. კაპანაძის უფლებამოსილების ამოწურვის და ახალი უფროსის დანიშვნის საკითხზე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად პრემიერის მოვალეობის შემსრულებელიც ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კაპანაძეს უფლებამოსილების ვადა 25 ნოემბერს ეწურება. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ნოდარ ჩაჩუას ჩართავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ნოდარ, უფრო კონკრეტულად რა თემებზე იმსჯელეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე და რა განცხადებები კეთდება მისი დასრულების შემდეგ? თამთა სანამ უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით გეტყოდეთ, მანამდე გეტყვით იმას, რომ ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და ასევე გენერალური შტაბის უფროსობის კანდიდატთან ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან. შეხვედრა მედიისთვის ბუნებრივია დახურულია, ჯერჯერობით უცნობია გაკეთდება თუ არა კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ. თუმცა პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და უშიშროების საბჭოს წევრებმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ვახტანგ კაპანაძეს სწორედ ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის და ხვალიდან იგი მუშაობას უკვე შეუდგება, რაც შეეხება თავად კაპანაძე კი ნატოში საქართველოს მთავარი სამხედრო წარმომადგენელი იქნება. ასეთი კანდიდატურა იქნა შემოთავაზებული, ბუნებრივია, მე გამოვლილი მაქვს მანამდე კონსულტაციები ბატონი ჩაჩიბაიას თაობაზე. ბატონი ჩაჩიბაია ასრულებდა მნიშვნელოვან მოვალეობას მოადგილისად, ბუნებრივია, მასთან მე კონტაქტი ამ 3 წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები მე ბატონ ჩაჩიბაიას და ხვალ იქნება მიღებული გადაწყვეტილება უკვე ახალი გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებით. ის იყო მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება საერთაშორისო მისიებში მუშაობის და მას ასევე აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება. მე მას პირადად ვიცნობ და მამაყი ვარ, რომ საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი იქნება ესეთი გამოცდილი პროფესიონალი. ის ფუნქციები, ის ამოცანები, რაც ძველი სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, პრაქტიკულად მოქმედმა გენშტაბის ხელმძღვანელმა ამოწურა. ახალ სტრატეგიულ მიმოხილვის დოკუმენტს დეკემბერში წარუდგენთ მთავრობას. უკვე ჩვენ ინტენსიურად ამ თვეების განმავლობაში მუშაობთ მასზე და ახალი გუნდი გენშტაბში იქნება ამ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის განხორციელებელი. მე ვარ სამხედრო მოსამსახურე, შევასრულებ ქვეყნისთვის სამსახურს. არის შემოთავაზება, რომ ნატოში თავარ სამხედრო წარმომადგენლად წავიდე. იქ დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად ბევრ კარგ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ. კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, ეს არის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწევა თავდაცვის სამინისტროსთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ თინა ხიდაშელმა მიიღო მინისტრობის ბოლო დღეებში, ხოლო შემდეგ უკვე ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში მისვლის შემდეგ გააუქმა სწორედ ეს გადაწყვეტილება, ანუ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიჩნია მიზანშეწონილად უშიშროების საბჭომ და საქართველოს პრეზიდენტმა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად ჩვეულებრივად, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, გამოიძახებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში წლევამდელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მოკლე კომენტარი გააკეთა, როგორც მან მედიას დაპირდა, უახლოეს დღეებში უფრო ვრცელ სტრატეგიას გააცნობს საზოგადოებას. ერთხმად შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილება იყო ნაჩქარი, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, წინა საარჩევნოდ 3 თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის ბუნებრივია პოპულიზმი. შესაბამისად, დღეს გვაქვს გარკვეული პრობლემები დაკომპლექტების თვალსაზრისით. და აქედან გამომდინარე ჩვენ სრულიად ახალ სისტემას ვთავაზობთ წვევამდელების. მხარი დაუჭირეთ საგაზაფხულო გაწვევის განახლების პოზიციას. ამასთან ერთად ის დოკუმენტი, რომლის ირგვლივაც ჩვენ 4 წელიწადი მუშაობდით, კერძოდ 2013 წლიდან დაწყებული, ამ დოკუმენტის ახალი ვერსია იქნება შემოთავაზებული სულ რამდენიმე კვირაში და გლობალურად როგორ უნდა გადაწყდეს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის თვალსაზრისით გაწევის საკითხი, გლობალურად იქნება განხილული შემდეგ ამ დოკუმენტის განხილვის პროცესში. უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პირველად ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ირაკლი კობახიძე, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო მაკაცარია და ასევე თავად უშიშროების საბჭოს მდივანი. დღეს სხდომის პროცესში, სხდომის ფორმატში მდივნის რანგში პირველად იღებდა მონაწილეობას. მადლობთ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილულ თემებზე ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა.